აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთიდან დევნილი სპორტის სხვადასხვა სახეობაში წარმატებული სპორტსმენები ვიქტორ სანეევისა და ვიტალი დარასელიას სახელობითი სტიპენდიებით დააჯილდოვა. სტიპენდია ჯამში 19 სპორტსმენს გადაიცა. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდნენ როგორც ოლიმპიური, ასევე არაოლიმპიური სპორტის წარმომადგენლები, რომლებმაც მაღალი შედეგებით გამოიჩინეს თავი და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში. დაჯილდოების ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის წევრი, ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი, სპორტის სფეროს წარმომადგენლები და სხვადასხვა მოწვეული სტუმრები. დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით ჩვენი დევნილი წარმატებული სპორტსმენების დასაფასებლად. ჩემთვის დიდი პატივია მათთვის სტიპენდიების გადაცემა. სამომავლოდ აფხაზეთის მთავრობა გააგრძელებს მათ მხარდაჭერას. ეს სტიპენდიაც არის დამატებითი мотиваცია, რომ კიდევ უფრო მეტად ისმოდეს აფხაზეთის და პირველ რიგში საქართველოს ხმა ჩვენ საერთაშორისო არენაზე. ძალიან მიხარია რომ აქ ვარ დღეს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ჩემი დედა და მამა სოხუმიდან არიან და ჩემთვის ეს დიდი პატივია. დიდი მადლობა რომ მომცეს სტიპენდია. ძალიან გამიხარდა რომ არსებობს ესეთ სტიპენდია. დარწმუნებული ვარ რომ გაუხალისებს ცხოვრებას ჩვენ გამარჯვებულ ლაურიანტებს და უფრო мотиваციას მისცემს სამომავლო გეგმების განხორციელებაში.